გამარჯობათ. ერთი წუთი გადავიკულიცო და წავედით. მოკლედ, აქ ყველაფერი მოვჭი. ძალიან ცოტა, ანუ ეს რა ქვია მას, სალიან, რაც არის მოკლედ, ეს დამჭა გასაკეთებელი. ხორცი ამოვწურე, წვენს ხორცის წვენს ველოდები რომ დაწმინდავდეს, რადგან ეს წვენი უნდა ვიხმარო. ჭურჭელიც მოვჭი უბრალოდ ეს ახალეთია და ამას რო გავრეცხავ. Ну, ძირთადად საჭმელები დამთავრდა, რა ვიცი, ხო ვფიქრობ, რამე კიდე სხვა ხო არ დამავალად გოლაშა მისეთი, რაც ანუ დამავალად ნახე დაუხევიათ, ვირებს დაუხევიათ კატებს. ანუ თუ შეძლებ გააკეთეო რა. და მე მგონი ყველაფერი გავაკეთე. ხაშლამა ისეთი გამოვიდა ძვირფასი. ხო და ეხა ისა ერთი საჭირბოროტო საქმეს ვაკეთებ და საიდან დაგაყენოთ რომ არ გადმოტყაპანდეთ თუ რაცა ქვია ვაიცადე. ვაიმე, რაც დრო გადის ეს კაბა უფრო თავისუფალი მიხდება. ესე რომ ზივაკი ხანო კადრში ჩავიხედები, ვაიმე ეს რა არის მეთქი ზღიფია და რომ ხედავ რომ ის არის რა ქვია. უფრო ფართეთ მაქვს მიხარია. რას ვაკეთებ, გამოვწევ ხა ცოტა აქეთ რომ დაიცა ცოტა არა კომფორტულია ეს ეჭდობა, მაგრამ რაღაცა გამოვა. აჰა. ნუ რა თქმა უნდა, მოდი აქ, ვიცა. ამ ამბავს ვაკეთებ ხოლმე ცოტა აქეთ. რომ ეს ბუმბული რაღაცა რო ცვივა, აქეთ უფრო იყოს რა, კი ვიღებ ხოლმე, მაგრამ მაინც ხო ცვივა. ეს ღამე რო ყვირო და ის არის. ეხა ქათმებს გავუღე კარები. ამის ცოლებს ცოცხალთავით არ გამოდიან. ხო და სანამ გამოვლენ და ელდაეცემათ გავაკულაკებ ამას. ერთი პირი დავასხი და დიდი შანსი არ იყოს, ამიტომ დავდგი მეორედ. იმედია შევაერთებ, მოიცა. აბა წამოდით. ამდენის მადუღარით დავდე და კი დავდგი, მაგრამ ჩავთე. აი, აბუეტი რო დაიბადები, არ ჩამირთია ხახნო. არა და მეორე პირს ვასხავ ხოლმე. ეხლა რასაც გასწრება, რაც გასწრება, რაც არა და მეორე პირს დავასხავ. ოჰ. და მენჭი ახოვია მას ეს გადასაგდები. ხო. სარიყავით? აქ ხო? აქ. მიცადე? ესე? აბა ნახოთ. კი, ესე ვიყავით დაახლოებით. რაღაც მომენტს რომ იმას ვიზავ ხოლმე რა ქვია. პოულობ. რამეს რომ ადუღებას ველოდები რაღაცას. შევდივარ Facebook-ზე და მადლობებს გზავნი. ხო და თლიანობაში ჯერ კიდე იწერება მილოცვები და ვერ მოვასწრებ, ამიტომ ეტაპობრივად გავაკეთე. ხო და ეხა ეს ვისაც გაინტერესებდათ ქათმის დაკლა შემეძლოთ ხო არა? ნუ ეხა რა ვიცი სიტყვაზე მენდეთ მე დავკალი. ჯერ ცოტა გასაუბრება გქონდა. მე ვთხარი ეს ცხოვრება ესეთია გადაწვალე. დასიზამ საჭირბოროტო საკითხებზე და აი ესე. უი დედა, ნაფეწვა. შაშანტე, ეს იცი რომელი წიწილა არის? 9 ცალი რო გამოჩეკა ჩემაკრუხმა და ჭამა რო დაიწყო მე და 5 ცალი რო გადავარჩი. ჩემი გაზრდილია, ჩემი. მაგრამ რა ვიცი ეს ამ ქათამზე არა მაქვს ის მომენტი რომ უირას ამ იმისთვის დავკლავ რომ იმისთვის გავზრდი რომ რაღაცა ვერ მოვიხმარ. შენი ჭირიმე ხან ისე გამიწითლებდან დო ხოლმე ნერვს ფანჯრის წინას რომ ძირს რო ყვიროდა რომ აი იმას კი არ უწერია სად არის ეგ ამბავი ბრამას და იყვიროს კიდე ეხა ეს რო ყვიროდა სანამ დავაწყდარე რა ის შესალოცი გახდა დეფიცები რამის გწუდათ არ გახდა და კაპლი არ დავალეინე ბრამას ეშინია ძალიან შიშარა ქათამი ამამლისა ძალიან ეშინოდა და რო გამოვიყვანე და ამან კივილი დაიწყო არ იცოდა სად დაბარული იყო
ნაგავიც გავიტანე. მოკლედ ამას დავდგავ. უნდა მოიხარშოს სხვა არაფერი და იმ კერძს შევანელებ რა გავამზადებ. всё. და დამრჩება უბრალოდ რომ ოთახებს ხელი მოუკრა. ასე რომ თითქმის გავედი ბოლოში სიცილით, ხუმრობით, მუსიკებით. ეხლა სულ ყველაფერს რომ მოვჩები, ერთი კაი ყავას დავლე. და ხო, ჩემო მომთილმა დამირეკა. საღამომდეო, აბაო რა ვიციო. დაგირეკეო მაინცო რა, ვერ გავძელიო დაგირეკეო. მე ვთხარ ერთ საღამოს არ ამოსულ ხარ, ხელებს ჩავაკვდი. სულ შენთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, მე ვთხარ ერთი არ ამოსულ ხარ საღამოს და. კაიო, ერთხელ დაგიდიაო. აი მე რატო გაგდალურჯებული? ეხლა ვეღარ მიპასუხებ, მაგრამ ინტერესი გამიჩნდა. ერთხელ გავაკეთე ქათამი, ვიყავით 14 წლის, ან უფრო პატარა. და ისიც რატო? სკოლიდან მოვედი, არა, პატარა ვიყავი. სკოლიდან მოვედი და დაკლა არ ვიცოდი. არა, და ვერც დავკლავდი, მე მაშინ იმეს რო ეთქვა რომ ისა ქათამს დაკლავო, სიცილით მოკვდებოდი. ხო და ცუდად იყო ქათამი, რავი, თუ ძაღლმა რაღაცა რა მოკლეთ და მამა ჩემა დაკლა. და არც ბაბო იყო სახში და არც დედა. ხო და თეორიულად ვიცოდი როგორ კეთდებოდა, იმიტომ რომ აი ამ საქმეს რო აკეთებდნენ ხოლმე ყოველთვის. აი ეხა რო ეგ წინ პატარა მანანა მეჭდეს, ეგე ვიყავი. და ავდექი და გავაკეთე. ხო და რომ მოვიდნენ სახში დედა და ბაბო, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ანუ რადგან ქათამი გავაკეთე, მოუხარ შეკიდეთ. წიკი ვიწვალე, მაგრამ მაინც ეხა წარმოიდგინე ეს რომ ნინომ გააკეთოს. აი ეგ სიტუაცია იყო ზუსტ. ხო და ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შეეძლოთ გავეთხოვებინე. და მე რატომღაც დამრჩა ის მომენტი, რომ ესე იგი ადამიანი მეთქი ქათამს რო გააკეთებს, უკვე всё. გამოცდა აქ ჩაბარებული. აჰა, ეს ძირითად ბუმბულს ვაცლი და მე ერთად უღებულ წყალს ვასხავრო, ეს რაც დარჩა, გაეცალოს კარგად. მე როგორი თეთრი პუტკუნა მამალი. ამას მარილში არ ვხარშავ. აუ ვიღაცა მირეკავს. შეერთებული მაგ ტელეფონი სატენზე და აი ესე დავრბივარ. ლაშა. ჰალო. ეს წავიყოლო ბარემ. რა გამოვიყოლო. ვაღარ უნდა რა კოჭზე ადუღება იყო. ხმა მეთქი რა ხმა და იოანე სახში. ფისო გადი ჩემო ლამაზო. აბა ვაჭყუყალაოთ ერთიც. ეგ კაი კაცი. აიცა. სადავდგა. ჭუბა. გავედი ბოლოში თუ არა? აბა ძნელი. ეგ მიყვარს ეს სიტყვა. ძნელი. ვაიმე ვერ მოვასწრებ, ვაიმე. ამასაც გავრეცხავ. და ეგ არის, იმიტომ რომ მაგის გამო არ გავრეცხავ, ვიცოდი რომ ამიან ხელებს მოვკიდებს. ვაიმე, ზათვალე დავეორ თქვა. ყველაზე ძალიან მიყვარდა ხოლმე ბავშვობაში. ამას რო აკეთებდნენ ხოლმე და ის კუჭის რო აი ძალიან სულელური ისინი მქონდა ხოლმე. და რო გამოშიგნავდნენ ხოლმე და ის კუჭს რო ატრიალებენ და აპკს რო აცლიან, ვისაც გინახიეთ. ვისაც არ გინახიეთ, არ წარმოიდგინოთ. ანუ ეგ მომენტი მომწონდა და ეხლაც. თქვენ იცით რომ ისა ჩემს სახლის ქათამს კუჭი არა აქვს, ვაი ვედედა. მართლა არა აქვს.
ბავშვება ეგ იცია, რომ არა აქვს. იონე პატარა რო იყო ხოლმე და სახლისა? ხო, ამას ხო კუჭი არ აქვს. იცი რატო? კუჭი მიყვარს უზომოდ და როგორც კი ხარ შებავჭა. არა, ეხლა ძალიან ეგ უნდა მოსოთ არ ვიქცევი. ცოტა გვიან გაიღვიძა ჩემში დედობრივმა ინსტინქტმა და ეხლა ხარშავ ხოლმე და 4 თავჭრიან. მე მაინც მივხვდება წილი რა და სამივეს უყვარს. ხო და? ნუ ეხლა მთლად ცოტა დიც მე ვიჭრი რა. გრამებით. მოხარშავდი შევჭამდი და იონი რომ ეკითხებოდა და ეკუჭიო და ანუ იმდენად რო იხარშებოდა იმდენად სული წამძლებდა ხოლმე მთლიან კუჭს ვჭამდი აი ხო წარმოგიდგენიათ რა მაგარი დედა ვარ და იონი მიცოდა ხოლმე ბავშვმა რომ სახლის ქათამს კუჭი არ ქონდა ბავშვი ინტერესში იყო ჩავარდნილი всё ეხა ეს რაღაცეები მერე გავტუსოთ და ხაპან ანუ იმედია იქამდე ლაშა მოვა აი ეს ბალონის გაზის ბალონი როა ხო იცი საჭმლის არა პატარა ბალონზე რო ის უყენდება რითიც ტუსავენ ეგ არ არის დამაგრებული თავზე რა რაღაცნაირად ის თავი და არ ვიცი მე როგორ მაგრდება არავიფეთქო ამ დაბადების დღეს თავზე ის რა ქვია თავპირში არავიფეთქო ის ბალონი და რა ვქნა ისევ გაზზე მოვატარებ კი არ მიყვარს გაზზე რო იმაშვები მაგრამ კაი ეს ერთხელ არა უშავს მაინც უნდა გავხეხო ეხლა ის კაცსაც დავამთავრებ და გავასუფთავებ გავაწყრიალებ აულაშა რომ ელაპარაკებოდა რაღაცა მითხრა თევზზე მაგრამ უკვე დაჭერის ღილაკს კი რა და გამორთვის ღილაკს დავაჭირე დაჭერის ღილაკს და უზომოდ მიყვარდა ხოლმე აი ესენი ხალხნო ფეხი რაო ცხოვრება ისე მაგრად მიყვარდა ხოლმე და ყოველთვის აკეთებდნენ მაგრამ მე მეზარება და არასოდეს არ გამიკეთებია ეხა მოგვიეზოსაც და ყველაფერს გადავყრი ისევ ექვსჭირი გავიტანე კაცო ეს დანა გავლესე და ამ მამალს რო სახლის მამალს რა ვიძვლები აქვს თუ რა აქვს ეხა ეს უნდა ხელში ავიღო და წყალში აღარ უნდა ჩავდო ისე უნდა გავაცალო ეს ზედმეტი ისინი რომ კანი გაშრეს რომ გატუსვის დროს სველი არ ვარგა რა აღარ იტუსება ესე გავტუსავ და მე დაუბრუნდები ამ ადგილას და იმას ვიზავ რა ქვია კაცო გამოვშიგნო სახეზე და სათვალეზე მაგ ბევრი სისხლი ხოდა მომეწუწ მიმეწუწა არ მეყობა მაგრამ არა უშოვე ხო დაბადებით არ ვიცი რომელ საათზე დავიბადე მართლა არ ვიცი ანუ დაბადებული ვარ თუ არა ამ წამს არ ვიცი წავედი და სანამ დავდგავ და ახლა განახებთ როგორ წკრიალა ქათამი მიყოლება თუხ სტავიდა ასე აქ მიხები ავა მინდა დავდგა და ხელები დავიყვანოთ რა ვიცი კაცო მთელი TikTok-ი წევს და ყველაფერი ბორჩი სუ
მაღლა რო ამოველი მივხვდი რომ მტვერსასრუტი არ ასჭირდება თუ რაღაცა დღესაც თუ ვინმე შემოვაგავა რაღაცა ბარემ ერთიანად დავალაგებ ხვალე რა დაბლაც დავალაგე ეხლა რომელია საათი 4 საკლია 5 წუთი ყველაფერი მზად არის ოთახიც მზად არის სადაც უნდა გავშალო ხოდა სანამ მოვლენ სანამ მიდგებიან სანამ მოდგებიან იქვე ეზოში იმედი არ გაწვდება დაბლავშლი რა დაბლავ მაქვს ოთახისა კეიფი იმიტომ რომ ზემოთქვემოთ სიარული ძალიან ძნელია კიბეებზე ადიჯადი აიტა ჩაიტა და მაგისთვის გავაკეთეთ ეგ ოთახი სანამ წვადებს დაყრიან მე გავშლი სუფრას ხოდა ეხლა ცოტა ხანი რომელი 4 სტუმრები უნდა მოვიდნენ მე მგონი 5-ის მერე 5-ის ნუ ყოველ შემთხვევაში 9 საათი სულ 9 საათი შეიძლება ამომქრეს არა მაგრამ კარგად წადებოდეთ ცოტა ხანი აბაი პაკა და მადლობა კიდევ ყველაფრისთვის მოლოცვებისთვის და თქვენი სითბოსა და სიყვარულისთვის წევიდი ახლა სანამ მე გიდუნაშვილივით ლაივში ამომქრება და გეშვიდობებით ცოტა ხნით აბაი